100 მილიონი ლარი ეს არის ის საპროგნოზო საინვესტიციო ღირებულება, რომელსაც GVP-ს მფლობელი ესპანური კომპანია Aqualia 2025 წლის განმავლობაში განახორციელებს. GVP-ს მთავარ პრიორიტეტად 2025 წელსაც წყლისა და წყალარინების მოძველებული ქსელების მდგომარეობის გაუმჯობესება რჩება, რისთვისაც Aqualia აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ სისტემურ განახლებებს. გამარჯობა. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების ხანდაზმულობის და მასშტაბურობის გათვალისწინებით GVP-ს მთავარ პრიორიტეტად 2025 წელსაც წყლისა და წყალარინების მოძველებული ქსელების მდგომარეობის გაუმჯობესება რჩება, რაც უშუალოდ მოძველებული ქსელების განახლება რეაბილიტაციასთან ერთად წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას და პრევენციულ მონიტორინგს გულისხმობს. აღნიშნული სამუშაოების შედეგად კომპანია შეძლებს კიდევ უფრო შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვების სიხშირე, არეალი და ხანგრძლივობა. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით უკვე დასრულდა 8 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები, ხოლო 40 მილიონი ლარის პროექტები კი მიმდინარე ეტაპზეა. დღეს ჩვენ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ დასრულებულ პროექტებზე. ის, რაც BMG-ს მიერ მომზადებულ გრაფიკაზე ჩანს, ეს GVP-ს მიერ დასრულებული პროექტების ჩამონათვალია. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, რომელთაც 40 მილიონი ლარი მოხმარდება. სამგორის სათავე ნაგებობის პირველი, მეორე და მესამე აწევის საფილტრე სადგურების რეაბილიტაცია. ასევე ბახტრიონის სატუმბო სადგურის რეაბილიტაციას, აწყურის ქუჩის წყლისა და წყალარინების ქსელის სრულ რეაბილიტაციას, რუსთავის ხრამის სათავე ნაგებობის ელექტრომეურნეობის სრულ რეაბილიტაციას, ლიახვის ქუჩის წყლისა და წყალარინების ქსელის სრულ რეაბილიტაციას, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე წყალარინების სისტემის განაშენიანების პროექტი განხორციელდება და საჭლაოს ქუჩის წყლისა და წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია მოხდება. In parallel to the rehabilitation, მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად GVP მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. მინდა გითხრათ, აქტიურ პროცესშია კომპანიის სატუმბის სადგურების და რეზერვუარების ავტომატიზაცია, რაც წყალმომარაგების სისტემის ოპერატიულ მართვას უზრუნველყოფს და შეცდომის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. ასევე განახლდება გეოსაინფორმაციო სისტემები. პროექტი ემსახურება წყალმომარაგების ქსელის კრიტიკული მონაკვეთების იდენტიფიცირებას და პრევენციულ მონიტორინგს. preventive maintenance plan. წყალმომარაგების სისტემა ქალაქში არსებულ ქსელებთან ერთად მოიცავს მაგისტრალურ მილსადენებსაც, რომლებიც ჟინვალის წყალსაცავიდან და ხრამის სათავე ნაგებობიდან სასმელი წყლის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. აღნიშნული მილსადენების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, GVP მიმდინარე წელს კიდევ უფრო აძლიერებს პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებებს, გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეული მონაკვეთების მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების აუცილებელ პირობას წარმოადგენს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამართულ რეჟიმში ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმებში ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ისეთი ტიპის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც გულისხმობს სათავე ნაგებობებზე, მაგისტრალურ მილსადენებსა და სატუმბ სადგურებზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის საჭიროებს ტუმბო აგრეგატებს, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ სატუმბის სადგურების რეაბილიტაცია და მათი ავტომატიზაციის სისტემებით აღჭურვაა, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას. გარდა იმისა, რომ ჩვენ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ვაკეთებთ და რეაბილიტაციას ვახორციელებთ, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ ქსელური მილსადენების განახლებას, რაც გულისხმობს თბილისის სხვადასხვა უბნებში სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენების განახლებას. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ გეოსაინფორმაციო სისტემებზე დაყრდნობით უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს 131 ერთეული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ლოკაცია, სადაც მოახდენთ სასმელი წყლის და წყალარინების მილების განახლებას. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არსებული მომსახურების სტანდარტი. The company is going to invest Georgian Water and Power-ის მიერ მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები მიზნად ისახავს თბილისის, რუსთავის და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად კომპანიამ გასულ წელს არაერთი საოპერაციო მაჩვენებელი გაუმჯობესა და მათ შორის 18%-ით შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები, 19%-ით შემცირდა ქსელზე ინციდენტების რაოდენობა, 29%-ით შემცირდა წყალმომარაგების გეგმიური შეზღუდვის საშუალო დრო და დაიზოგა 11 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალი. GVP-ს 2025 წლის გეგმებშია 100 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია, რომელიც წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას და მის მოდერნიზებას მოხმარდება.